მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ყველა კარგად ვხედავთ დღევანდელ მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს. პროცესები თანდათან უმართავი ხდება. ვხედავთ, როგორ ეწირებიან უდანაშაულო, მშვიდობიანი ადამიანები მავანთა ბინძურ ამბიციებს. უამრავი ბავშვია დაღუპული ყველა მხრიდან და ეს არავის ადარდებს, რადგან ომების გამჩაღებლებს მხოლოდ თავიანთი ბიზნეს ინტერესები ამოძრავებთ და არ აინტერესებთ ხალხის ბედი და თუნდაც დემოკრატია. სამყაროს სინათლის ცივილიზაციები ყველაფერს აკეთებენ ამ ომების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ არის ზოგი რამ, რაც მხოლოდ ჩვენ უნდა გავაკეთოთ. სამყაროს კანონის თანახმად მათ არ აქვთ უფლება ჩვენი ნების გარეშე ჩვენს პირად სივრცეში ჩარევის. მოდით ყველამ ერთად ვეცადოთ ჩამოვაყალიბოთ კოლექტიური ცნობიერება ისე, რომ არ დავუშვათ კიდევ ერთი მსოფლიო ომი, რომელიც ძალიან მძიმე შედეგებს გამოიღებს როგორც ჩვენი ცივილიზაციისთვის, ასევე მთელი პლანეტისთვის. სინათლის მაღალ ვიბრაციულ ენერგიას 1000-ჯერ მეტი ძალა აქვს სისტემურ დაბალ ვიბრაციულ ენერგიასთან შედარებით და თუ მოვინდომებთ, შევცვლით არსებულ რეალობას ჩვენი დროის მონაკვეთში. მეგობრებო, ახლა ხალხის ყურადღებისთვის მიმდინარეობს დუალური სამყაროს რეალური ომი. ეს არის შემოქმედის უპირველესი ენერგია, თავისუფალი ნება, რომელიც ახდენს გავლენას გარკვეული მოვლენების რეალიზაციის პირობების ფორმირებაში. ამიტომ ამყოფებენ მოსახლეობას სტრესში და მუდმივი გადარჩენის რეჟიმში, რომ ვერ შეძლოს ადამიანმა 3D მატრიციდან თავის დაღწევა და არ ამაღლდეს ცნობიერებით, რის მერეც ვეღარ შეძლებენ საზოგადოების ტოტალურ კონტროლს. ამიტომ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ სულიერი მშვიდობის მყოფელები, რომლებიც ჩვენი ურყევი რწმენით, უპირობო სიყვარულით, სიმტკიცითა და ყურადღების კონცენტრაციით 100,000-ჯერ მეტ გავლენას მოვახდენთ კოლექტიურ ცნობიერებაზე, ვიდრე სისტემური არაცნობიერი ადამიანი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არ ავყვეთ პროვოკაციებს როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით და მსოფლიოში განვითარებული ყველა მოვლენის მიზეზისა და შედეგების უკეთ გასააზრებლად შევხედოთ ყველაფერს ჩვენი მრავალგანზომილებიანი თვალთახედვითა და ღვთაებრივი გონებით. ვიყოთ ჰარმონიაში, მივიღოთ ყველაფერი ისე როგორც არის, იმის გაცნობიერებით, რომ სამყაროში უმიზეზოდ არაფერი არ ხდება და რომ ეს ყველაფერი არის ჩვენი კოლექტიური აზროვნების მდგომარეობის გამოხატულება და ჩვენ ვახდენთ პირდაპირ მრავალგანზომილებიან გავლენას მათზე. დღეს თანამედროვე მსოფლიოში ბევრი მოაზროვნე ადამიანის სულია განხორციელებული, რომლებიც ენერგეტიკულად ქმნიან და ზემოქმედებენ დედამიწის კოლექტიურ აზროვნებაზე. მოდით ჩვენც შევუერთდეთ მათ და ერთად შევქმნათ ახალი მაღალვიბრაციული სამყარო უმაღლესი ცივილიზაციით. ჩვენ ერთად ყველაფერი შეგვიძლია.